დასრულდა მედია ჩემპიონატი თბილისში დასკვნითი ნაწილი კუსტბაზე გაიმართა, სადაც ქალაქის მერმა გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ შორის იყვნენ რუსთავი 2-ის წარმომადგენლებიც. აქვე გიგი უგულავამ თბილისში გამართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორებს ვლადიმერ გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს ფულადი ჯილდო გადასცა. მას მედია ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სახელწოდების ფესტივალი ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ტელე და რადიოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი 8 სახის სპორტის სახეობაში ჩატარდა. თუ რომელიმე პროფესია არის დაძაბული, მოითხოვს 24 საათიაში, რომ ეს არის ჟურნალისტიკა. ჩვენ პირობებში კიდე რაღაც ექსტრემალურ პროფესიის სახეობასაც დაემსგავსა, ამიტომ ეს ერთკვირიანი, ესე ვთქვათ, თანმუშაობა და თან გამოთიშვა ყოველდღიური დინამიკიდან მე მგონი კარგია. მრავალი სახეობა იყო შეჯიბრის და გაიმარჯვა რადიო იმედმა. მე მგონი კარგი ტრადიციაა და ჩვენც ბუნებრივია მივესალმებით და წავახალისებთ. ალბათ თქვენთვისაც კარგი იყო. როგორც პროფესიონალები ისე ჩვენ ისე არ ვიცით, ამ ჩვენ დადებული ხელით ვისროლეთ. პროფესიონალი დგას, ხატა ბევრად რთულია, როდესაც დგახარ და ისე ეს, იმიტომ რომ მოძრაობს ხელი. წარმოიდგინე. რომ აი სამოყვარულო დონეზე კარგი იყო. კარგი მოწინააღმდეგეების იყო და კარგი შედეგებით ვაჩვენეთ. კარგია, იმიტომ რომ ხალხს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ახალგაზრდებში და ზოგადად საზოგადოებაში.